ხა მე თქვენ განახებთ ჩემს მინი ასე ვთქვათ ბიბლიოთეკას, ესე ვთქვათ, ჩემი პატარა სამუშაო ოთახი და მე განახებთ იმას, რომ იმასაც მე ვწერ Facebook-ზე, ასე ვთქვათ, ან პატარა წიგნი რაც გამოუშვი ორ ნაწილად. იქ ღმერთია მოწამე, რომ მე ერთი არაფერი არ მეხმარია ისეთი, რაც ჩემი ბიოგრაფიის განმავლობაში, ასე ვთქვათ, დავაგრომე ნაშრომი. ვინაიდან მე 21 წლის ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ 91 წელი იყო, 21 დეკემბერი, როდესაც დაიწყო პუტჩი საქართველოში ყველა მიცით და იმ დღიდანვე მე ჩავერთი, ასე ვთქვათ, ეროვნულ მოძრაობას ვერ ვიტყვი, ვინაიდან ეს სულ სხვა სტანდარტით იყო, ვინაიდან მე კიდევაც ყველგან ვიყავი, ყველაფერს ვაფიქსირებდი, მაგრამ თუნდაც ეპიცენტრში ვიყავი, თუმცა მაგრამ ვიყავი მოშორებითაც კიდე. ისევე როგორც ახლა ამ მომენტში, ვინაიდან ყველას ვიკვირს ხოლმე რატო არ ხარ ჩართული რამე საქმეში, რატო არ რეაგირებ იმაზე რაც ხდება საქართველოში და ამის შემდეგ მე ყველა პასუხს მოგცემთ, ან ამ აქამდე იქნება დადებული ამის პასუხი, ან ამ აი ეს გახლავთ ჩემი მინი ბიბლიოთეკა. არ არის ეს დიდი და მე გეტყვით ესეთ რაღაცას, როდესაც ვიყავი ელიზბარ ჯავილიძესთან სახლში, ეს იყო 94 წელი და როდესაც მე ვაპირებდი შეხვედრას იმდროინდელ ინტელიგენციასთან და შეკამათებას, ასე ვთქვათ, და მაშინ მამკითხა ასეთი რაღაცა, რომ როგორ დავითო, როგორ აპირებო იმ ხალხთან შეკამათებას, რომელთაც ერთი კედელი წიგნია წაკითხული და მე მაშინ უპასუხე აგრეგატ, რომ ბატონო ელიზბარ საქმე ის კი არ არის, ადამიანი რამდენს წაიკითხავს, რომელიც არამთავარია თუ როგორ წაიკითხავს მეთქი, რომლის პასუხადაც მან გაიკვირვა. კარგით, მოკლედ არ არის დიდი ჩემი წაკითხულთა სია, ასე ვთქვათ, ეს ფლანგი არის მარტო, აქ შუაში ბავშვის არის, სანახევროდ, ასე ვთქვათ, და აქითა ფლანგი. ნუ რაც არის, ეგ არის. პრინციპში ბევრი არ არის და ნახევარი კიდე ძმაკაცის სახლში არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, ოფისი რომ ხონდა მაშინ გავნაწილდით და დარჩა იქან. თავარი ის არის, რომ თუ რა მაქვს მე ჩემს ნაშრომებში. აი ეს არის ის ჩემო მეგობრებო, საიდანაც იწყებოდა ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაც მოღვაწეობა. აქ არც კი ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ ისედაც დიდია, მახსოვს რომ ეს არის პირველი რვეული. არ მახსოვს რატო ჩამოვჭერი. ეს იყო პირველი რვეული, საიდანაც მე ვისრულტავდი ყველას და ყველაფერს და მიდიოდა პრაქტიკულად ხელით გადაწერა. ნუ ეს ენციკლოპედიიდან ვიწერდი ყველაფერს, ვიწერდი ხელით. ვინაიდან მაშინ კომპიუტერი არ იყო, კარგად მოგეხსენებათ და თანაც ყოფილა ისეთი, რომ აგერ დავარცხნილი აზრები სტანისლავ ლეცის ბიოგრაფიიდან, დიახ, აი ყველაფერს ვიწერდი აბსოლუტურად ხელით. რატომ? იმიტომ რომ კარგად დამახსოვრებოდა, ეს სკოლაში კიდე ასე ვაკეთებდი, 2-3 გადავწერდი ხოლმე ყველაფერს და შემდეგ იწყებოდა ყველანაირი ინფორმაცია, ვინაიდან მქონდა მაშინ ისეთი, ასე ვთქვათ, მიდრეკილება, რომ შემესრულა ყველაფერი. აი ხედავთ, კალენდარის ფურცლებიც არის, გაზეთების ბევრიც არის ესენი. ნუ მოკლედ რას და რას ვიწერდი ვინ იცის, ყველაფერი, მე რა თქმა უნდა, აი რა დროს იერუსალიმის ინფორმაცია ეს ჯერ კიდევ რომელი წელია ვინ იცის, გარეკანზე იწერება. ეს არის 2005 წელი. მოკლედ 3 წელია მას შემდეგ გასული და შეიძლება კიდევ ადრინდელიც არის აღმოჩენილი ჩემთვის. აი იტალიური გვარი, აი ნახეთ, სანახეთ, დომადონი. საწავი და ვერ ხედავ. დომადონი. ხედავთ, აი რა დროს საიდან. ესე რომ მე ამათ არ ვეხები და არ შევხებულ ვარ, ისე ვწერ ონლაინ რეჟიმში იმას, რასაც თქვენ ხედავთ, აქ ისინი არა ქვია
გაზეთები და ჟურნალები. ახლა ბევრი რო არ გაწოლოთ აქ ნახეთ რა ამბავია წყება დევს ყველაფერი. როგორც ხედავთ, ქვედა იარუსზე აქ არის სავსე ეს ყველაფერი. ეს არის შემოგარგება 27 წლის ნაშრომი. 27 წლის ნაშრომი. აქ რაც არის, რა ვიცი, რომელი გამოვიტანო, ეხლა აზიარაკ დაიშლება ეს ფურცლებად არის აკინძული და ამიტომ მოაზრო ეხლა ამის გამოტანა. ამიტომ რომ თუ ვინმე მკითხავს დავით, შენ საიდან მოდიხარ და რას წარმოადგენდი და რას, ასე ვთქვათ, რას მოღვაწეობდიო, აგერ არის ბატონო, ორიგინალში ყველაფერი. თუ ვინმეს ეჭვი კიდე შეეპარებად, იქნებიან ასეთები, რომ შარზე გამომეკიდებიან, ამის ავთენტურობა ადვილი დასამტკიცებელია. იქ ქვედა იარუსზე კიდე სავსეა ყველაფერი. აქეთ კიდევ აქ უფრო ჟურნალ გაზეთებია მე მგონი, დიახ ასეა. იმიტომ რომ ყველაფერს ვინახავდი და შენახული მაქვს და ეს ინფორმაცია თქვენ ჯერ კიდევ არ იცით. ეს არის აუარება ინფორმაცია, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღეს საქართველოს, უბრალოდ ჰაერივით. გამიგეთ? განახოთ, ეს არის ძველი წიგნი, რომელიც ქართული წიგნია, რა თქმა უნდა, სადაც არის ადამიანთა სახელები, საკუთარი სახელები, ოღონდ სამეგრელოში. ამაზე მე მექნება საუბარი. განახეთ ახლა კიდე რომელი დროიდან დავიწყე. ჯერ კიდევ მოძრაობა, ეს იყო ცხონებული ზურაბ ქათიანიძეს მიერ გამოცემული პირველი, ასე ვთქვათ, ნაწვალები წიგნი და აგერ მისი ხელწერას და ყველაფერი. 93 წელი. კარგად ვიცნობდი ბატონ ზურაბს, ცხონებულს, კაი ვაჟკაცი იყო, კაი ქართველი იყო და მოკლედ ლევან სალნიკიძეს ნაჩუკარი კიდე წიგნი მქონდა, რომელიც ვეღარ ვიპოვინე და ალბათ ისიც მაგას. ეს სამართალი სათაურით ეს არის 10-ფურცელიანი ნაშრომი, რომელიც თბილისში რო სწავლობდი იმ დროს მენეჯერის ფაკულტეტზე. ესე იგი, მაშინ გამოსვლაზე დავწერე ეს 10-ფურცელიანი, რომელზედაც გადაირია ლექტორი. რა არისო 10 ფურცელიო, ვინაიდან კითხვაზე პასუხი იყო მხოლოდ საჭირო. ეს არის თუ არ ვცდები, დიახ, ინტელიგენტის სახე წარსულში და აწყოში. ეს ნაშრომი არის, მაგრამ ეს არის ვემზადებოდი იმ დროს ინტელიგენციისათვის შესახვედრად თბილისში 92-13 წლებში. მერე ჭავჭავაძის ფილოსოფიური და სოციალ-პოლიტიკური შეხედულებანი. აი, პრინციპში ხელით ვიწერდი ყველაფერს. ხელით და ტელევიზიით გადმოცემული, მე იმას ვამბობ, ესე იგი, ქრონოლოგია დაწყებული იმ აუბედითი დროიდან, ყველაფერი მაქვს ჩაწერილი ქრონოლოგიურადაც. აქ არის კიდევ როგორც მახსოვს, იმაში რა ქვია, აჭარის ტელევიზიაში გამოსასვლელი სიტყვის ოღონდ სადებს ვინიც ის ახლა. შემდეგ ჟურნალისტთა სახლში თბილისში თუ არ ვცდები 98 წელი იყო. მე ძირითადში პირველად რაც დამაინტერესა ეს იყო ჰემატრია და აი დააკვირდით ყველაფერს. ეს არის მე დავიწყე რაც დამაინტერესა ეს იყო ჰემატრია, ასე რომ მე ზოგიერთმა იციან რომ ჩემგან ხო არ გადაიღე რაღაცები, არა ბატონებო, ნუ გეშინიათ მე არავისგან არაფერი არ მომიპარია ეს როგორც ჩვევიათ მეცნიერებს ხოლმე, მე მაქვს ჩემი საკუთარი ყველაფერი, ასე რომ აი ყველაფერი ციფრებზე არის, ნახეთ, ეს არის ორიგინალი ნაშრომი ყველაფერი. ეს არის ორიგინალი. ასე რომ შეეშვით ამ დემაგოგიას, ვითომ ვიღაც რაღაცამ რომ მოკპარად, ვინაიდან მე მაქვს ჩემი და ჩემი არ წაიღოთ და მოპარულები რო გაქვთ ბევრი ის კი ვიცი, მაგრამ მე ამას არ ვჩივი, წაიღეთ, მომპარეთ, ოღონდ გააბევრეთ და გაამჟღავნეთ. ვინაიდან ესეც არ არის ჩემი და როგორც თქვენ გაჩემებული
ჩემი არ არის ეს თქვენი ბატონები, ეს არის საღვთო ინფორმაცია და ღმერთმა მოგცადე, იმიტომ რომ ეს განავრცოთ და არა იმიტომ რომ დაიჩემოთ ჩემი და ჩემი. და თავი კიტრი ნოგონიათ. ეს რა არის? ეს ბავშვებისთვის არის შენახული რაღაცა. აგი. ხო, მოკლედ. აი ეს ამბავი აქანა. და ეხლა იწვის ადამიანი ზოგჯერ რომ რაში ჭირდება ამდენი რაშრომი და რაღაცა რომელსაც ვერ ვაქვეყნებ ხო პრინციპში რაც გამოაქვეყნე შარშანის ორი წიგნი დავარქვი ორი ბროშურა ორი ნაწილად და რომელსაც კიდევ ამზადებ მაგრამ ეს მეგობრებო არის საჭირო ყველაფერი თქვენთვის ვინაიდან მე საფლავ ჩასატარებ რა გამჭირია არაფერში ამჭირე მე ისედაც ვიცი უკვე რაც არის უბრალოდ გახსენება მჭირია და ეს არის თქვენთვის საჭირო თქვენი და ჩვენი მომავლისთვის. იმიტომ რომ მე ჩვენმა შვილებმა და შვილთა შვილებმა არ ჩაგვაძახონ იქ საფლავში რომ თუ გაგონილი ქონდა და თუ იცოდით ეს ინფორმაცია რატომ არ იმოქმედეთ თქო. გამიგეთ და მაპატიე და ზედარ დაგვაპურთხონ. შეიძლება სადღეღოს არ აწვიონ ჩვენზე სახსენებელიც. აი ამიტომ ეს ყველაფერი მოქმედებაში არის მოსაყვანი და იმისათვის რომ მოქმედებაში მოვიყვანოთ ყველაფერი საჭირო არის ჩვენი მოქმედება და არა ინერტულობა. აქ არის წიგნი რომელიც მაჩუკეს აჭარაში ეს არის მემე დაბაშიძე განმანათლებელი ეს არის ძალიან სერიოზული წიგნი მოკროვილი გვერდებით ეს მაჩუკა აჭარის იუსტიციის მინისტრმა და ბევრი კიდევ სხვა და სხვა აი ეს წიგნი იყო კიდე რომელიც მე წავიკითხე და მეღიმებოდა ვინაიდან აქ არის ბევრი ინფორმაცია ძირითადში აქ არის ტაინა მაია დრევნი ცივილიზაცია მაია სადაც პრინციპში კოლხური ცივილიზაციის საწყისები არის იგივე ეს ჯავახიშვილი ხო ვიცით ჯავახიშვილი ხო მე მქონდა კიდევ აქ ესე იგი პატარა ნაშრომი ასე ვთქვათ ეს იყო შხონება ეს გახლავთ თითქმის ხელნაწერი მაგრამ გადაწერილია ეს არის იმ პიროვნების ისა რა ქვია ნაშრომი რომელიც გაგიკვირდებათ მაგრამ ივანე ჯავახიშვილზე მაღლა იდგა გაგიკვირდებათ მაგრამ აგორია იმერეთი კახეთი ქალდები აქ არის ბევრი საინტერესო კი არა ძალიან საინტერესო თემები მაგრამ ეს არის მე-1000-დი როგორც ვამბობ და ეს არის ჩემო ბატონებო ეს გახლავთ ბართლომე სართანიასი და ეს ბართლომე სართანია გახლავთ პიროვნება რომელიც ედავებოდა ივანე ჯავახიშვილს და სწორედ აქედან გამომდინარე აგერ ბართლომე სართანია აქედან გამომდინარე ამათი ზეწოლით და ასეთი ტიპის პიროვნებების ზეწოლით ივანე ჯავახიშვილი მივიდა იმ დასკვნამდე რომ უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა მას რომ არ ეღიარებინა ის ცოცხალი ისტორია რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა და რომელზედაც ბევრჯერ აქ დაწერილი ივანე ჯავახიშვილს ბართლომე სართანიაზე მე ცალკე მექნება კიდე საუბარი გროვდება მის მიერ ასე ვთქვათ მასალები მისი ნაშრომები და ალბათ იმ წელს თუ არა ორ წელიწადში მაინც გამოვა მისი წიგნი დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი ბართლომე სართანია იყო დიდი პიროვნება ზედმეტად საინტერესო პიროვნება და რომელსაც ბევრი რამ აქვს შექმნილი საქართველოს ისტორიისათვის აი სწორედ ეს არის მიზეზი იმისა ჩვენი უბედურებისა ვინაიდან გრიგოლ ლობაკიძეს ასაკნათქვამი ილია ჭავჭავაძეს ასაკნათქვამი და ყველა ბევრს გამოჩენილ ადამიანს
ქართველს რომ ადამიანის ერის დაღუპვა, გადაგვარება და გათახსილება და ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც საკუთარ ისტორიას ივიწყებს. საკუთარ წინაპრების სახელს ივიწყებს. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ასეთი გრანდიოზული ისტორიის მფლობელები გახლავართ და ეს არ არის ჩემი აკვიატება, თუ ვინმე აკვიატება თulis ეს ცოტა ტვინი გაანძიო ჯობია და ცოტა გათვალი გაახილეთ კარგად და დაჭყიტონ რომ მოიხედონ თუ უცხოელები რას ამბობენ ჩვენზე. ეხლა ისინი ხო ქართველები არ არიან. ვინმესთვის ის ქრთამი არ მიუწია რომ არიქა და საქართველოს ასე ილაპარაკეთო, ხო? იმიტომ კი არა რომ ლამაზი ბუნება და წყალი და ჰაერი და რაღაცა. მაგაზე არ არის საუბარი, ეს ისე დაჩანს, ხო? იმ სიღრმეებზე, იმ მისტერიებზე რაც დევს საქართველოში. გამიგეთ ხალხო. აი ამიტომ არა ვარ ჩვენ ხელწამოსაკრავიერი, ჩვენ გვაქვს დიდი წარსული, მაგრამ ეს წარსული იმიტომ არის საჭირო, ხვალ გამოგვადგეს და უნდა გამოვიყენოთ კიდევაც. თუ არ გამოვიყენოთ, მეთქი დავჯდით ისედაც. ჩვენ უკვე ვისჯებით 27 წელია. რატო გჭირსო? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთისაგან პირი ვიბრუნეთ. ანუ ვაქციეთ ზურგი და წავედით ბარაბასკენ და დღესაც ვიმყოფებით ბარაბაში. გამიგეთ? აი ამიტომ თქვენ რომ ეხლა ფიქრობთ რომ არიქა და ვინავრიჩიოთ, რა ვქნათ, ვის მიცეთ ხმა, ზოგი ბოიკოტზე მიდის, ზოგი არიქა წავიდეთ, ზოგი ეს კარგია, ზოგი ის კარგია. მე რამდენჯერ გითხარი, დაანებეთ ამათ თავი. ეს არის წყლის ნაყვა, ეს არის თქვენი დროის გაყვანის ტაქტიკა. დაანებეთ ამას, მიხედეთ სამხტო საქმეს, მიხედეთ ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანას სინამდვილეში, ვინაიდან ღვთისმშობლის წიხვედი თუ არის, ცოტა ტვინი ამოძრავეთ, მაშინ მისი შვილი არის იესო ქრისტე და ავტომატურად მისი წილიც უნდა იყოს, რასაც ამტკიცებს თავად პირველი ენა, ლაზური ენა, სადაც ვაჟიშვილს ჰქვია ბერე, ანუ ბერია, იბერია. აი ეს ქვეყანა არის შემოგარგებო საქართველო და ეს დოკუმენტური ფილმი კიდე რომელიც იყო გადაღებული 78-იან წლებში, 70-იან წლებში. იყო ერთ თბილისში და რომელსაც 2 წელიწადი დავიწყები და დაიკარგა. სადაც აშკარად არის ნათქვამი, რომ იქ ლაზები ამბობდნენ ასეთ იმას კომენტარზე პასუხი გასცეს, შეკითხვაზე უბრალოდ, რომ ჩვენი წინაპრებიო ამბობდნენო, რომ იესო ქრისტე ლაზურ ენაზე საუბრობდაო. სად გაქრა ეს ფილმი? და რატო გააქრეთ? და საით მიყავთ ეს ქვეყანა? და სხვა ყველა დანარჩენი კიდევ. ნუ ეხლა არის თქმაც მინდოდა ეს გითხარით და განახეთ, პრინციპში ეს არის ჩემი მთელი დიდი ბიბლიოთეკა, ცოტა კიდე აკლია, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ეს ძმაკაცის სახშია, მაგრამ მაგი არ არის პრობლემა. თავარია აქ რა დამჭა, ხო? ვინაიდან ეს როგორც გითხარით, ესაც განახეთ, ამისი საერთოდ არც კი ჩამიხედია პრინციპში. ეხლა მე რო გადავხედო, იქ იმდენ რაღაცას აღმოაჩენ, რომ კიდე ერთი 5 წიგნი კიდე გამოვა. მაგრამ არის დრო, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. და ამისათვის ყურადღებით უნდა ვიყოთ და მაჯაზე უნდა გვედოთ ერთმანეთისთვის ხელი და გულის სემა გავიგოთ. მეტი სხვანაირად არ გამოვა. ვინაიდან ჩვენ დაღუპის კარსო ზოგიერთი რომ დაღუპის კარს კი დაღუპულები ვართ. ჩვენ ვართ დაღუპულები კარგა ხანია.